2005 წლის დეკემბერში, როცა დანიშნეს ბაჩო ახალაია, ქუთაისის ძველი ციხიდან დაიწყო გადაყვანები. გადამიყვანეს ქუთაისის ახალ ციხეში, ანუ მთელი ციხე გადაყავდათ იქ. იქ გადაყვანის დროს ადმინისტრაციის შენობაში ხალხს კლავდნენ ცემაში უმიზეზოდ. ჩემი შვილი გენადი ჯელაძე 2004 წლიდან იმყოფება პატიმრობაში. იგი მოთავსებული იყო ქუთაისის ციხეზე, ძველ ციხეზე. 2005 წლის 19 დეკემბრიდან მოხდა ახალ ციხეზე პატიმრების გადაყვანა. ქუთაისში ხდება ეს. იმ პერიოდში პატიმრებს ჩეხავდნენ, საშინელი სასაკლაო მოაწყვეს ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა ზონდერებმა. ჩემი შვილი რო დამეკავშირდა დილით, მითხრა, დედა ვეღარ ვნახავ ცოცხალს და სასწრაფოდ ჩართე ტელევიზიები და გააშუქე ეს ამბავი. მაშინ მოვახერხე მე ამის გაკეთება, რო გაშუქდა ტელევიზიები, ზუსტად ამან გადაარჩინა ჩემი შვილი. მე წამიყვანეს რაჭის მიმართულებით თეთრი მარშრუტკით, სადაც ვიყავით მე და 10 სპეცნაზელი. ტყიბულის პერევაზე რომ ავედით მანქანას შეაყენეს ტყეში რა, გადმომიყვანეს და იქ უფროსი ვინც იყო ამ სპეცნაზელების რა მეუნებოდა, რატომ მომიკალი ბიძაშვილიო თუ ნათესავიო თუ რაღაც მეუნებოდა. და დამიწყეს ყველამ ერთად სემა რა, საგნებით, ფეხებით და მთხოვდნენ რომ მეღიარებინა. და მაგ შემთხვევაში აღარ მომკლავდნენ რა, ვითომ შეღავას მიკეთებდნენ. მე ვერ უმტკიცებდი რომ მე არ მომიკლია არავინ. მე რემენით ჩამოვკიდეს, ფეხზე გამიკეთეს და ხეზე ფეხით ჩამოვკიდეს. ისე მცემდნენ რა, ბოლო ჩაუმაგდეს რა, არაფერი არ გამოვიდათ, იმიტომ რა უნდა გამოსულოთ, არ მყავდა ის კაცი ბოკლული, მე არ მომიკლია. ჩემი შვილი მოიპარეს ძველი ციხიდან ახალ ციხეზე გადაყვანის დროს, როდესაც ამ დაწესებულების დირექტორი, ანუ უფროსი იყო ვინმე შალვა შოთა ტორაძე. აქ ჩასულები იყვნენ ამ ქუთაისში ბაჩო ახალაია, უნიანი, მეგის ქარდავა, კახა ბუცხრიკიძე. ჩემი შვილი მოიპარეს, წაიყვანეს ტყიბულის მიმართულებით, მათი ბრძანებით, დაკიდეს ცალი ფეხით, საფლავი გაათხრევიეს, უმოწყალოდ სცემეს და ეუბნებოდნენ აღიარე დანაშაული. თორემ აი შენცავე ამ 4 ორმოში დაგასაფლავებ. რა თქმა უნდა, ჩემო შვილმა ეს არ აღიარა. მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც რაციით გაიგო ახალაიას ხმა ჩემო შვილმა, რომ თუ ცოცხალია ჯელაძე დააბრუნეთ სასწრაფოდ, ტელევიზიები გადმოსცემენ მის ამბავს, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი დაბრუნება. მაგრამ ფაქტიურად მკვდარი იყო. ჩემი შვილი გადაარჩინა წითელმა ჯვარმა. ერთ-ერთი სპეცნაზელი იქ იყო. პატარა ესეთი აი ისენი რო არის, გასახსნელი ლაფატკები არის რა, არ ვიცი თუ იცი თქვენ და ესეთი პატარა გასახსნელი ლაფატკა იმას აქნა რა ქვია, ამოიღო რა, დამიგდო რა ფეხებთან რა და მეუნებოდა რა, მითხრა რომ შეისაფლავი გათხარეო რა. და ისა რა ქვია, და გადაყენეს ეს ავტომატები და რაღაცები. ნუ რა უნდა მექნა ეხა დაუჯექი ძირს რა, მინდოდა დრო გამეყვანა. თავად მსჯავრდებულს აქვს შედგენილი არაერთი ოქმი. ოქმში პირდაპირ არის ასახული, რომ გენადი ჯელაძე უარს ამბობს სასჯელი ახსნების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ კვებაზე და იკვებება საკუთარი ხარჯებით. საკუთარი ხარჯებით კვება ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და არ შეუძლიათ მსჯავრდებულებს ეს მუდმივად განახორციელონ და შესაბამისად უკვე ეს არასრულფასოვანი კვება პრობლემას უქმნის თავად ჯელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ექსპერტიზის დასკვნაში სწორედ ამიტომ არის პირდაპირ გათვლილია, რა მედიკამენტი უნდა მიიღოს, ოღონდ ამ მედიკამენტის მიღების წინ რა კვება უნდა მიიღოს. ზუსტად გრამობით არის ჩამონათვალი. ამ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიუმართეთ სასჯელი ახსნების დეპარტამენტის სამედიცინო ნაწილს და მოვითხოვეთ ამ ექსპერტიზის შესრულება, რა დანიშნულებაც აქვს მან
მოცემული იმ რა თქმა უნდა კვებასთან ერთადვე, მაგრამ სამწუხაროდ არანაირი რეაგირება არ მომხდარა და არც კვება გამოსწორებულა. მე ამ უფროსმა თქვა ჩააგდეთო რა მანქანაშიო რა აი ეს მიტო გაგნიძე ვის ყოლობასაც მე მედავებიან თუ რაღაც მედავებიან უკვე გამასამართლეს საფლავზე მაგის საფლავზე უნდა აუყვაო და იქ უნდა დავაკლავ და წამიყვანეს ისევ ჩამაგდეს მანქანას წამიყვანეს რაჭისკენ რა ზამთარში დეკემბერ-იანვრის თვეში შესული იყო წითელი ჯვარი მათ დაათვალიერეს ეს ყველაფერი ნახეს მისი სხეული და მხოლოდ მათი ჩარევის შედეგად ცოცხალი გადარჩა ასე ვთქვათ ანუ ჩემმა შვილმა სასტიკი წამება გაიარა ჩვენ მივმართეთ სტრასბურგის დაავად და უამრავი დაავადებებით მათ შორის C ჰეპატიტით მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს და მოვიგეთ ეს სასამართლო სახელმწიფოს დაავალეს მისი მკურნალობა რა თქმა უნდა დიდი წვალების შემდეგ დიდი წამების შემდეგ მივაღწიეთ იმას რომ მკურნალობა დაუნიშნეს მაგრამ საშინელ პირობებში ეს 9 თვე გრძელდებოდა არანაირი პირობა არ შეუქმნეს რომ ჩვეულებრივ ნორმალურ პირობებში ამ დაავადებისგან განკურნებულიყო მაგრამ ნუ რაღაცნაირად მოხდა და განვიკურნეთ დიდება უფალს ამ დროს რეკავს ტელეფონი და ამ სპეცნაზ ვინც ხელმძღვანელობდა რა იმის ტელეფონი დარიგა და ვიღაცას ისეთ კორექტულად პასუხობდა რა პასუხებს ემდა მე გათიშა ტელეფონი და უბრძანა ციხეზე მივიყვანოთ რა და დაატრიალეს მაგრამ მიმიყვანეს ქუთაისის ახალ ციხეზე სადაც შემიყვანეს შენობაში შემიყვანეს და იქ დაუხვდნენ ქუთაისის ციხის უფროსი აი ხა აგრესიგულისთვის გადმოყვანილი ვისაც უჩივი ვარ შოთა ტორაძე აი მაგის სიძე არის ასახული როგორც ეს ჩემი შეყვანა არ არის ასახული მაგრამ რომ ქუთაისის მასში უფროსი რო იყო და каранტინი რო ედო და ეხა დეპარტამენტში არის ერთ-ერთი მოადგილე არის კიდე შოთა ტორაძე ახალაიას მოადგილე ხა პარლამენტში როზის კახა ბუცხრიკიძე ამასიან ტელევიზორში უყურე პატიმარებზე კიდე ელაპარაკნენ და არა ჩვენ აუცემდით პატიმრებს ეთყობა გვეფერებოდნენ ბუცხრიკიძე ეს კამუფლაჟში იყო ჩაცმული და იქაური რეჟიმის უფროსი იყო სახელი არ მახსოვს გვარად ჩეგიანი იყო მახსოვს რა ამის შემდეგ 2009 წელს ნუ ჩემი შვილის წამება გრძელდება 2005-6-7 წლები გაუსაძლისი მდგომარეობა 2009 წელს როგორც იქნა მოათავსეს გადმოიყვანეს ქუთაისიდან მოათავსეს რუსთავის მე-6 დახურულ დაწესებულებაში სადაც მინდა აღვნიშნო რომ ეს არის სასაკლაო პატიმრების ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ იქ არაერთი შემთხვევა მომხდარა და ჩემი შვილიც იყო ამის დასტური ჩემი შვილი იქაც აწამეს უმოწყალოდ რეჟიმის უფროსმა ივანიშვილმა და მოადგილე კაპანაძემ რომელიც დღესაც იხდიან სასჯელს პასუხისგებაში არიან მიცემულები ჩემი შვილი აღიარეს დაზარალებულად და რუსთავის სასამართლომ გამოიტანა და ეს ორი ფაქტი გვაქვს უკვე ჩემი შვილის წამების მანამდე იყო მისი მოწამვლის და ლიკვიდაციის ფაქტები ბუცხრიკიძემ დამიწყო გაიხადე სულ რაღაც ბუქნები აკეთე და ესეთ მიზეზების მოდება დამიწყო რაღაცების რა თავს ვარიდებდი ყველანაირად მე იგივე ტექსტები ტორაძემ დამიწყო ეს მიზეზების მოდება რა ის რო ავაძლევდი რა მიზეზებს ამ ბუცხრიკიძეს და ამათ რა ვინც იყვნენ ბუცხრიკიძემ დაიწყო ღრიალი რა ციხლები და დამიწყო ციხლების ტყმევა რო ვკითხე რატომ მირტყავთ ხო რა ასე მიპასუხა რა შოთა ტორაძეო ეხა არისო თქვენიო ქურდიო ამ ციხეშიო და შოთა ტორაძეს დაემორჩილეო და მე ვთქვა რა ქურდი რა შოთა ტორაძეს დავემორჩილო რას ვაკეთებ ისეც რა ვის რა უნდა დავემორჩილო მე ვთქვა თავი დამანებეთ აღნიშნული შემდეგ ჩვენ უკვე უშუალოდ სასჯელახსოვრებისა და პრობაციის სამინისტროს მივმართეთ და გადაუგზავნეთ ექსპერტიზის დასკვნაც
სადაც პირდაპირ არის გათვლილი რა მედიკამენტები უნდა მიეწოდებოდეს. დაპირების მიუხედავად, რომ სასწრაფოდ გამოსწორდებოდა მდგომარეობა და ჯელაძის მიეწოდებოდა ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად კვებაც, ასეთი დაპირების მიუხედავად დღემდე არ სრულდება, მას არც კვება მიაწოდეს შესაფერისი და არც ჯერჯერობით მედიკამენტების მიწოდება არ არის მისთვის არ მიეწოდება დღის მდგომარეობით. რასაც გეტყვისო, ის გააკეთეო რა ვიცი მე ხარ, ისინი მეუბნებოდნენ რომ ის აღიარეო, რა ქვია, მკვლელობა აღიარეო, რომ შენ მოკალიო და ეხა შოთა ტურაძის კი არა, ის დავემორჩილებოდი. რასაც გეტყვის ისე იმასაკენია, მაგრად მცემა რა. ჩემი შვილი მძიმე დაავადყოფდა. აი ამ წამების შემდეგ 2009 წელს რო რუსთავის მე-6 დაწესებულებაში აწამეს წეღა რო აღნიშნე, დაემართა შაქრიანი დიაბეტი. 4-ჯერ ინსულინ მომხმარებელია. შაქრიანმა დიაბეტმა ჩაითრია მთელი ორგანოები. დღესდღეობით გაუკეთე დამოუკიდებელი ექსპერტიზა, იმიტომ რომ მე აღარ ვენდობი აღარ სამხარაულს და არჩი და სამზარეულოს მაპატიეთ, მაგრამ ასია. მე ამის დამამტკიცებელი საბუთები მაქვს ყველაფერი. და იქ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ორგანო აქ დაზიანებული და საჭიროებს სასწრაფოდ მკურნალობას, მედიკამენტების მიწოდებას, თუ არა და ძალიან დამძიმდება მისი მდგომარეობა. თვალებს არ მოგვივიდა მე და ჩემ მეგობარს ჭუბი და იქვე ადგილზე დავაკავეს, იქვე არის 50 მეტრაში არის ზონის მილიცია, ეგრევე გადმოვიდნენ, აი სულ ჭუბის ის იყო რაღაც 5 წუთიც არისო რა, აი ესე უცბად დროში მოხდა ეს ყველაფერი რა და ის ვიზეთ მედავებია რომ იმასაკენიო დანა დაარტყეს საფეთქელშიო, ეხა იქ კი ვიჭუბეთ და 1-2 კაცი გაილახა, ნუ ისინი ბევრი იყვნენ და წარმოიდგინე ეხა კაც თავში თუ მე დანა ჩავარტყი თან ხანჯალი, როგორ შეიძლება იმას წაეყვანა 2 ნაცემი კაცი, ჯერ ერთი მერე მეორე ონი საავადმყოფოში და ეთქვა რომ აი ესენიო ეს ვიჭუბეთო და რა ნაცემები არიან მიხედეთ და მე ხავე მოვალო და უკან წამოვიდა მერე თურმე და მერე იარა და 7 დღის მერე მოკვდა. ამის შემდგომ შიშველ მდგომარეობაში ჩასვეს ჩემი შვილი სადის მანქანაში, ნასკები და ტრუსები, ქვედა საცვალი და ეს წინდები შეუყარეს, გადაიყვანეს მე-6 რუსთავის მე-6 დახურულ დაწესებულებაში. აი ესეთ შიშველ მდგომარეობაში სანამ კამერაში არ აიყვანეს, აი ესეთი შიშველი იყო და მხოლოდ მერე თავის ტანსაცმელი მიაწოდეს. ნუ მოგახსენოთ რომ კიდე ციხე იყო დაუმთავრებელი. არც წყალი იყო, არც გათბობა იყო და სრული ყინვა იყო. წყალს რომ ვითხოვდი 3 დღე მცემდნენ. ბოლოს რითით საკვების გვირიგებდნენ იმ ქვაბებში, იმ დონემდე უკვე მივიყვანე ისენი რომ ძლივ შევაგნები რომ ვიხჩობოდი და უწყლოთ ეხა რა უნდა გვექნა, ხო? და ეს რა ქვია, იმ ქვაბებში ეზოში ჩადიოდნენ, თოვლს ყრიდნენ და ესე კორპუსზე არიგებდნენ რა, ჩვენ რა თებშებიც გვაქვს, იმ თებში ვაწვდით და ამ თებშებში ესე ტკეპნიდნენ რა, ამ თოვლს რა. და გვიყრიდნენ, ეს თოვლი რო დნებოდა, ნახევარი ჭიქა წყალის არ გამოდიოდა რა, მაგრამ სულ არარაობას მაგას ვსვავდით და. კვება ძირითადია იქიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ მას არ მიეწოда შესაბერისი კვება, ვერ მიიღებს მედიკამენტს და რაც უკვე მისი კომაში ჩავარდნის საშიშროებას იწვევს. მის საკანში მყოფი მსჯავრდებულებიც ადასტურებენ ამასვე და ძალიან ხშირად ყოფილა რომ კომიდან გამოუყანია მის თანასაკნელს იქიდან გამომდინარე რომ მას არ მიეწოდება სრული დანიშნულება მედიკამენტების. მეორე პრობლემა რაც აქვს მსჯავრდებულს ეს არის არასათანადო მოყრობა, გაშიშვლება და შესაბამისად შიშველი გადაყვანა ერთი საშილახსოვრების დაწესებულებიდან მეორეს ეს არის რა თქმა უნდა ღირსების შემლახავი მოყრობა, რაც წამების ტოლფასი არის და შესაბამისად გამოძიებული და დადგენილი უნდა იყოს. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი რომ
თავად ჯელაძე დაკითხულია მოწმის სახით, მაგრამ ამ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ საქმე შეჩერებულია. დღეის მდგომარეობით არანაირი საპროცესო მოქმედებები არ ხორციელდება. მე ჩემს საკანში იყო ესეთი პატიმარი რა ადამიანი პაატა კალმახელიძე. ორ კაციან საკანში ვიყავით ორივენი რა, ჩაკეტილი ისა რა ქვია, საჩხერელი არის და ინვალიდი ბიჭია რა. და სრული ამ სიტყვის ეს და პირდაპირ ნიშნულობით ორივეს გვაწამებდნენ. მიზეზი იყო ის, რომ გვეუბნებოდნენ საჩივარს ნუ წერ, იმიტომ რომ იქ საჩივარს რო წერ გარიგზავნებოდა. ადმინისტრაციაში აი მიაწოდებდი, წავიდოდა დაახელდნენ სპეცნაზელები, ჩამოვიდოდნენ, გცემდნენ, რატო დაწერე და ეს არ გზავნებოდა რა. მე გვეუბნებოდნენ ეს დამამცირებელი ისენი 4-ზე ირბინე, თვითონ ეს როგორც ძაღლებს ისე უნდა გვერბინა, იატაკი მოусმინე და ესეთი დამამცირებელი რაღაც ეს თავიანთი ხუშტურები ქონდათ რა, პლიკაზები რა, რაზეც ეხლა თავისთავად უარს ვეუბნებოდი და არ ვაკეთებდით ხო, ეხლა მე რა პატიმრები ვარ. გითხოვ ჩემი შვილის გადაყვანა, საიდანაც გადმოიყვანეს აი იქ სუფთა ჰაერზე, მე ჩემი სახსრებით გაუკეთე გამოკვლევები, ვიცი ჩემ შვილს რა ჭირდება, როგორ ჭირდება და მე მივმართავ მათ, მიაწოდონ მედიკამენტები და სასწრაფოდ დაუწყო მკურნალობა. ერთხელ ადრე ჩემი მოთხოვნით გაუკეთდა სამხარაულში ექსპერტიზა, სადაც მეორე გენოტიპი, ანუ შეძენილი და ინსულინ მომხმარებელი დაფიქსირდა, მაგრამ იქ ნახევრად ტაბლეტებს სვავდა, ნახევრად იკეთებდა ინსულინს. ანუ იმის შემდეგ ძალიან დამძიმდა მდგომარეობა, მაგრამ ეს არის გაკეთებული წელიწად ნახევრის წინ და როცა ჩემ შვილს კრუნჩხვები დაეწყო და მე მოვითხოვე განმეორებით დეტალური გამოკვლევა, სანამ მე არ გავაკეთე ჩემი სახსრებით დამოუკიდებელი ექსპერტი არ მოვითხოვე და არ გავაკეთე, მანამდე არაფერი რეაგირება არ ყოფილა. მე მოვითხოვ სასწრაფოდ, მიიღონ ზომები, გამოყონ მედიკამენტები, კანონით გათვალისწინებული, რაც ჩვენ კანონით გვეხება. სხვას არაფერს არ მოვითხოვთ. რომ შვილი არ მომიკლა. მე ამას ვითხოვ, მეც არაფერს. გვცემდნენ, აი მაგ რაღაცები გვცემდნენ, ესე იგი ხელკეტების, წიხლებით და ბოლოს ხო ბოლოს უკვე ყველაფერი რო ამოლიეს, ხო იქ ავტომატებით და იარაღებით ხო იყვნენ, ავტომატის კონდახები და იმები ხო გვცემდნენ და ბოლოს უკვე ელექტროშოკებზე გადავიდნენ რა, ეთყობა რავი ახალი კოლექციის ქონდა შემოსული და ჩვენზე შეინძაუდნენ და ელექტროდამწვარი მქონდა მთელი ტანი მაგის გულისთვის. ამას ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ რა, აი ამ ყველაფერში. ჩვენ ცალკე გამოვყავდით ხოლმე მე და პატა კალმახელიძე კორპუსზე და ცალკე იმას ეშოვნა. ეს ციხის უფროსი შვეტატორაძე, ბაჩო ახალაია, ნუ ეს ავანტყოფი იდგა და მაღაზე იმას რავი ასიამოვნებას იღებდა, არ ვიცი, ისე იცინოდა რომ მე გეგონებოდა ქორწილში იყო. და მეორე ავანტყოფი მეგის ქარდავა რა, ვინც პირადად მემცემდა. მე იცით რა მოვითხოვ ყველა ამ პირის დასჯას. როგორც ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, კახა ბუცხრიკიძის, გიორგი ონიანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ჩემ შვილს კარმუშკაში ესროდა იარაღს. დღეს გამოდის ტელევიზიით და მოძღვრავს. ნუგზარ ბიჭაშვილი, მამუკა გამყრელიძე, გობეჯიშვილი, იქ არიან კიდე პროკურორები შალამბერიძე, მოსამართლე მაისურაძე, პროკურორი თაგვაძე, ვინც შეკერა, ასე ვთქვა, ჩემი შვილის საქმე და მე-11 წელია ჩვენ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, სრულიად ტყუილი ბრალდებით და ველოდებოდით ამდენი ხნის განმავლობაში საქმის გადახედვას, ხარვეზების კომისიას, რაც არ მოხდა, არაფერი არ გვეშველა. რატო უნდა დაიმალოს ეს ფაქტი და თუნდაც აი ეს მესამე წამების ფაქტი ჩემი შვილის რატოა დღეს თაროზე შემოდებული და რატო არ მიდის გამოძიება? აი ამაზე გამცემ პასუხი. აი მეგის ქარდავა და რომ შევეკითხე რომ რა გინდა მეთქი, აი რა, კაი, 1 დღე მცემ, 2 დღე მცემ, 5 დღე მცემ, ხო? აი ბოლო რა გინდა მეთქი, რომ უნებოდი აი პირი
აქედან გადმოდიოდა თეთრი დუჟები რა. და იქიდან ახალაია იმასაშებოდა ხმა და ნუ იმასაშვები და რასაც გეუნებიან ის გააკეთე და რაღაცა ეგეთ რაღაცებს და ეხა ტელევიზორში გამოდის ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი უბრალოდ ნერვები მეშლება ტელევიზორს რო უყურებ ხოლმე ადამიანს აი ვიზუალურად ეგრე არ მქონია და ის ჩამომიღო ფანჯარა და იარაღი სრულად ამიწყო ფანჯრიდან კამერაში იმას რა ქვია მე შემოვიდა არ ეწყობა იფიქრა რომ ან გამარტყა ან რაღაცა და ესე პირდაპირ რო შემოიხედები იმას იმიდან რა ქვია კარებიდან დგას ლოგინი და იარაღი შემოყო მიუხვდი ახლა ესენი რაღაცას ხიზლები არ იყვნენ იმიტომ რომ ან კოკაინს უნთქავდნენ რა რაღაცა ამფეტამინის იმასაშევოდნენ იმიტომ რომ იყვნენ აი ნამეტანი რაღაცა აქტიურები რაღაცა არაადეკვატური ტიპები იყვნენ რა და ხო ვიცოდი რომ ეხა ყველა არაფერი არ იყო გამორიცხული და ესე გამოვასარი და არის საპირბარეშო რომელიც კედელი რა ესე იმასაშევა რა ქვია ფარავს ამ იმას კარებს და აი მაგეთკენ იმასავქენი აი ესე შემთხვევით რომ გააასწრებ რა და წინ იყო მოხვედრილი რა რამოდენიმე ტყვია მიუხედავად იმისა რომ ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართული გვაქვს განცხადებები და ვითხოვთ ინფორმაციას რა სტადიაზეა დღეს საქმე ან მიმდინარეობს თუ არა რაიმე მოქმედებები პასუხი დღემდე არ მიგვიღია არანაირი და თავად მშავდებულიც გვიდასტურებს რომ მისი მოწმე დაკითხვის შემდეგ არანაირი საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა და მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ მე კარები რო გაიღო და რო გამოვედი მეთქი ნუ კარები გაიღო რა აზრი ქონდა და რო გამოვედი უკან მთელი სამედიცინო ნაწილი იდგნენ არ ვიცი ხა ჩემი დაჭრა უნდა რა უნდა და მე იქ ხა ერთი თვე ედო ციხეს каранტინი და ხა იქ ისე გაკერავდნენ ისე ამოგიღებდნენ ტყვიას ისე იმას იზავდნენ რასაც უნდა იმას გაგიკეთებდნენ რომ საერთოდ ხმა არ გადიოდა გარეთ და ხა მაგათი იყო და შემოვიდა რა ეს გიორგიონიანი დაიწყო ისა რა ქვია ღრიალი რაღაცები რაღაც თავის დაცვასთან ერთად იყო სპეცნაზთან ერთად ეგეც არის იმ კადრში აი მე ციხეზე ახალ ციხეზე რო ვიყავი ორი მანქანა შემოდიან ესე და დეპარტამენტის მანქანები და ერთ-ერთ იმაში ეს გადმოდის ნუ მაშინ ეხა ამ სისქე არ იყო ეხა რო არის ცოტა ესეთი გამხდარი იყო მაგრამ აი კარგად თუ დააკვირდებით ეს დააპაუზებთ და ახლოს მოწევთ კადრს გიორგიონიანი კარგად ჩანს მე 17 დაწესებულებაში ვიყავი ჩემს მეუღლესთან ქრისელვადიან პაიმანზე რუსთავის მე-17 დაწესებულებაში და იყო ნიკოლოზობა და ჩვენ მოვინდომეთ რომ გადასულიყავით ღამე და დაგვენთო სანთელი ანუ გამოვიდა ისე რომ ანუ ის იმ დროს გადავედით ამ გარკვეულ ტერიტორიაზე, რადგანაც არ შეიძლებოდა მე ამ შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ თხოვა დირექტორს და მე თავად ვნახე ეს ადამიანი, ხელის ჩამოვართვით ერთმანეთს, გადაგუშვა ეკლესიაში და მე როგორც გვითხრეს და როგორც აღმოჩნდა ამის შედეგად ახალდაქორწინებულ წყვილს ერთი წლით აგვიკრძალეს შეხვედრის უფლება და პაემანი აგვიკრძალეს. ანუ თურმე არ უნდა გადასულიყავით იმ ტერიტორიებზე, სადაც გადავედით ამ დროისთვის. 2007 წელში 20 დღე ჩამსვეს მაგის გულისთვის კარცერში, იმიტომ რომ ვიყავი სტრასბურგში, მქონდა გასაჩივრებული და უკვე მეძახდნენ ახალი ეტაპი დაიწყო ეს სტრასბურგის იმაზე, რომ შენ ხარ საქართველოს მოღალატე, ნუ ყველაფერს იმასაშებოდნენ, გამოიტანელი, აი ერთსულზე იყვნენ რომ რაღაცა ისეთი გაეკეთებინათ რომ სტრასბურგიდან გამომიტანა საჩივარი, მაგრამ ნუ რა საჩივარს გამოვიტანე და ის საბუთებიც აქ მაქვს რომ აი 20 დღე მაქვს მოცემული მასე. მე მაქვს ესეთი კითხვა, თუ კი ატიმარი მოითხოვს განთავისუფლებას, ყველა პატიმარი ოცნებობს რომ მის წინ ყველა კარი გაიხსნას. ყოველთვის მათი ოცნება ხო ეს არის და ამ შემთხვევაში ახლა პატიმარია დამნაშავე თუ ის ადამიანი, ვისაც წესრიგის დაცვა ევალება. ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორი. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ძალიან გაგვიკვირდა ჩვენ ალბათ დეპარტამენტის თუ სასჯელთა ცვლილების სამინისტრომ, არ ვიცი ეს დასჯა საიდან წამოვიდა კონკრეტულად. ბევრნაირი დასჯა არსებობს, შეიძლება თქვათ არ დაარეკო სახლში, აგიგრძელონ დაარეკვა 3 თვით, 5 თვით, შეიძლება ამანათი არ მიიღო, მაგრამ ჩვენ მაინც აი წყვილს, რომელიც
ეხლა ხან დავქორწინდით, მაინც ესეთი მკაცრი სასჯელი, ესეთი მკაცრი განაჩენი გამოგვიტანეს, უკვე 8 თვე არის, რაც ჩვენ ერთმანეთს ვერ ხვდებით, აი იმ მიზეზის გამო, რომ მოვინდომეთ ნიკოლოზობაზე სანთელის დანთება. ამ ყველაფერზე მე ავდიქი და ვიჩივლე. ნუ მანამდე ვჩიოდი, არავინ, ყური არავინ არ იმასაკნა. ბოლოს ეხა ამ წლის 23 აპრილს ვიყავი მაშინ მე-17 დაწესებულებაში გადმოყვანილი სამკურნალო დაწესებულება ნომერ მე-18 დაწესებულებიდან, იმიტომ რომ იქ დაიშალა და დროებით გამომიყვანეს აქეთ. რომ ჰაერზე ყოფილიყავი რა და ცოტა მევარჯიშა და თავისთვის ჯანმრთელობა ესე შემენარჩუნებია. და მომაკითხა დასავლეთ საქართველოს პროკურატურიდან გამომძიებელმა კახა კოტრიკაძემ და დამკითხა 23 აპრილს. მივეცი ჩვენება შოთა ტორაძეზე. აი მაშინდელი ციხის უფროზე ქუთაისში ვინც იყო. 27 აპრილს ხო? ესე იგი 27 აპრილს დილის 6 საათზე მომიყენეს მანქანა და გამიყვანეს მეძახიან ეტაპში რომ უნდა გადაგიყვანოთ სხვა დაწესებულებაში. ნუ რა ვიზავდი, ხო? ავდიქი ჩავაბარე ექიმს წამლები, დავწერე რომ მე უმიზეზოდ მივყავდი აქედან, ჩავმიყვანეს სოციალი, ეს ყველაფერი დავწერე, გამიყვანეს და გაჩხრეკის დროს საერთოდ გამაშიშულეს თავიდან ბოლომდე.